მივდივართ ახლა ბეღლისში. მოხუცებული ქალთან გავიდეთ დიდ ბეღლისში. ასევე დახი ჩვენ. ყველაზე გლახა ადგილი ეს იყო აქ. ძალიან ცოტა თანხას ვირიცხავენ. 5000 ლარს, 2000 ლარს ვირიცხავენ. ეს მინდა გიორგის სალოცავი არის. ჩვენ პირდაპირ. ესა მიტოვებული სოფელია. ხალხი აღარ ცხოვრობს, აღარ გაიქცა. ყურადღებას ვარ აქცევენ. წავიდნენ. ძირითადად ეს ერთი კვამლი არის სახლა აქ. მოდის ხოლმე ზაფხულობით. მეორე კიდე, აგერ მეორე სახლი. ეს ბეღჩვენი წყაროა, ბეღლითის წყარო. ჩვენთან მე ჩამა. კულოდეიდა ერთი შვილი აქ არის, ერთი შვილიშია. მაღალმა ინერვიანა, დიდი თოვლი იყო, ძალიან დიდი თოვლი და მერულობითა წნევა მაუწია მერე. ვერაფერს ვერ აკეთებდნენ. კრიშა იყო ძალიან დიდი თოვლი ქონა კრიშაზე. მერე გამოიძახეს სამაშველო. ჟურნალისტი? მოვიხადოთ თავზე. უფრო ახალგაზრდა რო გამოვჩნდე. ჩემი ტოლი ქვაღარ ყურავს. მე რო თბილისში ყოფილიყავი, აქამდე მყარი ვიქნებოდი. 50 წელი ვიცხოვრე იქ მეყო. გავთხოვდი ქალაქსა და ვიყავი 50 წელი. მე აქ ახლა ყველაფერი მინგრ-მოინგრა დედმამა დაიხოცა, ძმები დამეხოცა. ისე ვისთ დავბრუნდი აქ. ქალაქი არ მიყვარს მაინდა მაინც. მაგრამ ჩემი ძმა როცა ცხალი ყოფილიყო მე აქ არ ვიქნებოდი ქვიშხეთში ვიყიდეთ სახლი, მაგრამ ერთი ღამეც არ ჩერდებიან იქ. არც დიდი და არც პატარა. ყველა ქალაქში წავიდა და ესამოდენა სოფელი მინგრ-მოინგრა და ეხლა ისე დაუბრუნდნენ. 22 წელიწადი ისე ვიცხოვრე მარტო აქ. ზამთარში, ზაფხულში რომ მეზობელიც რო არ მყავდა. მყავდა საქონელი, ინდაურები, ქათმები. ჩემი ბავშვობა ისეთი იყო, რომ 3 კილომეტრი ნახევარი აქედან მტკვრისპირზე დავდიოდით სკოლაში. ახლა რო გაზულუხებულები არიან ბოდიში ამ ჟარგონისთვის, ასე არ ვიყავით ჩვენ. 14 ბავშვი მარტო ამ სოფლიდან დავდიოდით და ახლა კაცი ერთი ბავშვი მაინც არ არის რო აქედან სკოლაში დადიოდეს. აქედან წასულები ვარ ჩვენა ომიანობის მერე. მე კი არ ვიყავ მაშინ. ჩემი მამა პაპა რა. და ჩვენ ასახლაზე ამოტრიალდი ხარ. ჩვენ საცხოვრებელი ძირითადად არის აქამდე 2 კილომეტრი მეტი კი არა. საკუთრებისა რა ქვია, ქვეყანა მე არ შემიცვლია და რაიონი და რა ქვია, სოფელი. იგივე ადგილზე ვარ, ოღონდ 1-2 კილომეტრის ზევით სისკენ. ქვიშხეთში. აქ მე და ჩემი მეუღლე ვართ მარტო ჯერჯერობით და ახლა ცოტა ზამთარში ვართ 2 ოჯახი. 2. მე და ის ქალბატონი და ზაფხულში რაღაცა 6, 7, 5, 6, 7 დაახლოებით ახლა. 1-2 სახლი ახალი აშენდა ამ წინა წელიწადში. იქნება კიდე მეტბაქნას. ცოტა მკაცრი ზამთარი იცის მართალია, მაგრამ უნდა გაუძბოს სხვა რა გზა. აქედან იხედება ხაშურის შესასვლელი. ხაშურის შესასვლელი 9 მუხა. დაჟე გორის ისიც კი იხედება. როისის ადგილიც იხედება, როისის ადგილი. რავი შეგვიყვირდნენ, გაიკეთებთ ოფსასამარავა.